და დღის სხვა ამბების შესახებ 2014 წლის 8 იანვარს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება. 8 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს განათავსებს. ფასიანი ქაღალდების შიდა სესხის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სახელმწიფოს მსესხებლისთვის გარკვეული პროცენტის გადახდას ავალდებულებს. ეკონომიკური პოლიტიკის დოქტორი მურმან ცეცხლაძე თვლის, რომ სახელმწიფომ აღებული ვალი ეკონომიკური მიმართულებით უნდა დახარჯოს და მოგებანახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ვალს, რომელიც უკვე დაახლოებით 9 მილიარდ ლარს შეადგენს, კიდევ რამდენიმე მილიონით გაზრდის, რაც ქვეყნის სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს. ზირთადად ჭარბი ამოღებას ემსახურება ეს, როდესაც უნდა რომ გარკვეულად ინფლაციაზე ზეგავლენა მოახდინოს. და მეორე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლითი ნაწილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გასავლითი ნაწილი დააბალანსოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალს. შეიძლება ეს ვალი იყოს საშინაო, საგარეო. ამ ჩვენ შემთხვევაში გვაქვს საშინაო ვალი. თუ ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, ამან შეიძლება სხვა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, უარყოფითი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები უკვე და გაძვირება ცხოვრების ერთი სიტყვით.